გადავწყვიტე შემეძინა მიწისნაკვეთი ცენტრალურ მაგისტრალზე. მიწისნაკვეთის მესაკუთრე იმყოფებოდა საქართველოს ფარგლებს გარეთ. მე კი მსურდა რომ მიწისნაკვეთი შემეძინა რაც შეიძლება სწრაფად. საჯარო რეესტრის ვებგვერდზე ვნახე ესეთი დისტანციური სერვისი, რომელსაც ეწოდება გონიერი კონტრაქტი და რომლის საშუალებით შესაძლებელია უძრავი ქონების რეგისტრაცია მოხდეს დისტანციურად მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. გონიერი კონტრაქტის შემთხვევაში დაცული არის ორივე მხარის ინტერესი, განსაკუთრებით კი მყიდველის ინტერესი და სწორედ გონიერი კონტრაქტი თურმე იძლევა ამის საშუალებას, თანხის განთავსება ხდება დაცულ ანგარიშზე, რომლის გადარიცხვა ხორციელდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მოხდება უძრავი ქონების რეგისტრაცია ახალ მესაკუთრეზე. ხოლო თუ აღმოჩნდა რაიმე სახის პრობლემა რეგისტრაციაში, ამ შემთხვევაში თანხა უკან უბრუნდება მყიდველს. პარასკევი დღე იყო, როდესაც ჩვენ შევთანხმდით, რომ გონიერი კონტრაქტის გზით მომხდარიყო გარიგება. დათქმულ დღეს ორშაბათს ორივე მეც და მფლობელიც შევედით მითითებულ ბმულზე, სადაც დაგვხვდა საჯარო რეესტრის ოპერატორი, რომელთანაც გავიარეთ ორივე ვერიფიკაცია, როგორც პირადობის მოწმობებით, ასევე მოხდა ბიომეტრიულად იდენტობის ვერიფიკაცია და მისი დახმარებით დაახლოებით 15 წუთში ჩვენ დავასრულეთ ეს პროცესი და იმავე დღეს დაახლოებით 2 საათის განმავლობაში მე მომივიდა შეტყობინება, რომ დასრულებული არის პროცესი და უძრავი ქონება არის უკვე ჩემს სახელზე და მივიღე ამის დასტურად განახლებული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.